გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით საკრებულოსთან არსებულ გენდერულ თანასწორობის საბჭოს სახელი შეეცვალა და მას ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო ეწოდა. დეპუტატების ნაწილს საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ და ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია რა მიზანს ემსახურება ამგვარი ცვლილება, ან რა ფუნქცია მოვალეობა ექნება საბჭოს. იგივე ვინც მაჟორიტარები ხარ, იგივე ვინც საკრებულოსები ვარ. მართველი გუნდი ხარ, მეტი ჩართულობა გაქვს, მეტი კომუნიკაცია გაქვს თქვენთან. დამატებით კიდევ ბიუროკრატია და დამატებით საფრთხე შექმნა. ქართული ოცნების ჩინოვნიკებს, რომელიღაცას თავში მოეხუშტურა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭო თურმე ცუდი ყოფილა და არ სჭირდება ქვეყანას, ეხლა სახელი შეუცვალეს ამ ადამიანებმა და იგივე ფორმულირებით, იგივე პრაქტიკულად იგივე დადგენილება დაამტკიცეს ერთპიროვნულად მთელს მუნიციპალიტეტებში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. ის რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, ის რა დაკვეთაც არის ჩვენს ქვეყანაში, აცდენილები არიან ქართული ოცნება, აი სრულიად მოწყვეტილები არიან რეალობას და ვითომ და მოსახლეობის დაკვეთა, ვითომ და მოსახლეობას სურს ეს არაფრის მომცემი დადგენილებები, მაშინ როდესაც მოსახლეობას შეა, მაშინ როდესაც ადამიანები დიქტატურაა ჩვენს ქვეყანაში. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამარ მურალოვას განმარტებით საბჭოს სახელწოდება და ფუნქციების შეცვლა პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გახდა საჭირო. პარლამენტთან არსებული გენდერული საბჭო შეიცვალა, რა თქმა უნდა, სახელწოდება და გახდა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მუშავე საბჭო და მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი საკითხები გახდება მნიშვნელოვანი, წაკ ჩაემატა ბავშვების საკითხები. ახლა იცით, რომ მერიებში ეს განყოფილებები არსებობს უკვე, რომლებიც კონკრეტულად ბავშვთა საკითხებზე მუშაობენ, მაგრამ აი ახლა აქედან უკვე საკრებულოების რო ჩაერთვება, რა თქმა უნდა, ახლა ამ საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოწვევები არსებობს, ძალიან ბევრი საკითხები არსებობს აი ამ თემებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ საკრებულო რო ჩაერთვებით, ამას ძალიან დიდი შედეგები უნდა ჰქონდეს წესით. საკითხს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.